პარლამენტის გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზღვედის გამოყენებასთან დაკავშირებით შიდა ქართლში თავისებურად გაიგეს. რიგითი მოქალაქეებისგან განსხვავებით რეგიონის დედაქალაქის ცენტრში ხელისუფლების წარმომადგენლები დილიდან ღვედების გარეშე გადაადგილდებოდნენ, რაც პოლიციისთვის შეუმჩნეველი დარჩა. ურჩი ადგილობრივი მაღალჩინოსნები კი ტელეკომპანია თრიალეთმა დააფიქსირა. 1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის უსაფრთხოების ზღვედის გამოყენება უკვე სავალდებულო გახდა. პარლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილების თანახმად მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ ღვედის გამოუყენებლობა 40 ლარით ისჯება. გორში ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ. ქალაქში მაინც მე პირადად არ მოვწუს ხა ყოველთვის მაინც ხა დაბკოლება და რაღაცა. ტრასაზე კი ძალიან მომწონს და კარგია. მოვიდნენ დღეს რამოდენიმე მანქანა, ყველას ჰქონდა გაკეთებული რემენი. გასვლის დროსაც იკეთებენ და ფიქრობ, რომ არ არის საჭირო. საჭიროა დაზღვეული ხა ყველანაირი შეფერხებისგან. დღეს ქალაქში კადრების გადაღების დროს ტელეკომპანია თრიალეთის გადამღებმა ჯგუფმა შემთხვევით დააფიქსირა, რომ გუბერნატორის აპარატის უფროს სპაატა გიორგაძეს უსაფრთხოების ზღვედი არ ეკეთა. იქვე მოძრავმა პატრულმა კი ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელმაც კანონი ძალაში შესვლის პირველივე დღეს დაარღვია, არ დააჯარიმა. ცნობილია სამთავრობო მანქანები, ნომრები მათი და მათ არ ეხებიან. ამაზე შეგვიძლია კვლევა ჩატარდეს პატარა, გადავიღოთ, რომ მოძრაობენ მათი გაჩერება, ისინი არიან ხელშეუხებლები, მათ არავინ არ აჩერებს და არც აჯარიმებენ. ქართული პარტიის გორის რაიონული ორგანიზაციის წევრი კახაბერ ერგემლიძე აღნიშნავს, რომ საპატრულო პოლიციამ წინასწარ იცის ხელისუფლების წარმომადგენლების საავტომობილე ნიშნები და მათ არ დააჯარიმებს. ქართული პარტიის წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული კანონი ბიუჯეტის შევსებას ემსახურება.